სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა მე მგონი ადრეც დაისვა და გაცემული იქნა პასუხი, მაგრამ მე დავტოვე და ვიმეორებ ამას. ადამი და ევა პირველი ადამიანები იყვნენ დედამიწაზე თუ იყვნენ მანამდე კიდევ სხვა ადამიანები. ეს თეორია დადის, ამას ქვია gap, ანუ შუალედური თეორია, რომელზეც ჯონ მაკარტურმა ადრე ისაუბრა და ეხლაც გაცემს პასუხს. ასე რომ არის 1000 ისინი რა ქვია თეორიები, რომ თითქოს მანამდე ანგელოზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე, სანამდე ეს მოხდა და ეს უკვე ცოტათი სპეკულაციას აგავს და ამიტომ ჯონ მაკარტური ყოველთვის თავს იკავებს ხოლმე ესეთ რაღაცეებზე, იმიტომ პირდაპირ ბიბლია რასაც ამობს, ჩვენ გვჯერა მხოლოდ იმისი, რასაც ბიბლია გვეუბნება. სალამი, მე ჯეკი მქვია ჯონ და ახლახან გაუგნებული დავრჩი, როდესაც რამოდენიმე ჩემო მეგობარმა, რომლებიც მეგონა რომ მორწმუნეები იყვნენ, დაიწყეს საუბარი დედამიწაზე ადამსა და ევას დაბადებამდე ცხოვრებ ადამიანების შესახებ. მე კიდე ეს არასოდეს არ სმენია ადრე და მე ძალიან გავაუგდი. ხომ არ მოგიყვანდით რამოდენიმე ადგილ წმინდა წერილიდან, რომელიც ადასტურებს რომ ეს ესე არ არის. ბოდიშს გიხდით, თუ მე მოსმენამდე დავჯდები ისევ ჩემს გავს. ჯონ მაკარტური პასუხობს. იცით რა არის? არაუშავს. მე ახლახან ვათვალებდი ჩემ ბიბლიას და დაბადების პირველ თავამდე გადავხედე და ცარიელი გვერდი მაქვს. თქვენ რა სხვა რამე გაქვთ ბიბლიაში? მანამდე არის რამე დაწერილი, აბა გადაშალეთ წინ. ჩემს ბიბლიაში არაფერი წერია ამ ადამიანებზე. ასე რომ ეს ვიღაცას ფანტაზიის ნაყოფია, უბრალოდ რაღაცა ერთ-ერთი რაღაცა დოქტრინის გასამყარებლად მოგონილი ერესი. და ასეთ ადამიანებზე მე ვიცი რომ გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ შესაძლოა დედამიწაზე ანგელოზები ცხოვრობდნენო. ალბათ გსმენიათ ხო, ოდესმე ჩვენს გვისაუბრია შუალედიური, ანუ gap ინგლისურად თეორიის შესახებ. დიახ, სმენია ჯონ. შუალედური, ანუ ეს gap თეორია გულისხმობდა იდეას, რომ თავდაპირველად არსებობდა რაღაცა სახის ქმნილება. შემდეგ კი ეს გახდა ტოჰუ და ბოჰუ, უფორმო და უსივრცო. შემდეგ კი ღმერთმა ხელახლა შექმნა ის. და ამ შუალედის დროს დედამიწაზე არსებობდა რაღაც სახის ანგელოზთა შემადგენლობა. და ამის დამტკიცება წმინდა წერილიდან შეუძლებელია. საუკეთესო შემთხვევაში ეს ძალიან სპეკულაციურია. ასე რომ არ არსებობს მიზეზი, რომ ვივრავდოთ რაიმე გარდა იმისა, რაც თქვენ გაქვთ უკვე შექმნის 6 დღეში. მანამდე თქვენ არაფერი არ გაქვთ. არაფერი. შემდეგ ეს არის შექმნის სამყაროსი 6 დღე. მე ხსო თქვენ გეყავს ადამიანი და სწორედ აქედან იწყება დედამიწის დასახლება. ასე რომ არ არსებობს მიზეზი, რომ ვივარაუდოთ რაიმე სხვა თეორია გარდა ამისა. მადლობ ჯონ პასუხისათვის.